გრძელდება ჩვენი გალეცემა თავისუფლების 1 საათი. გაგახსენებთ, რომ ეს არის გალეცემა, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის რადიო თავისუფლების ეთერში. მე ვარ გოგი გვახარია, ტატო ჯინჯიხაძეა ხმის რეჟისორი, 17 საათი და 58 წუთია თბილისის დროით და მინდა წარმოგიდგინოთ დავით დონერიანი, ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, დათოს იცნობს ჩვენი რადიო მსმენელი უკვე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აქციაზე, რომელიც არის დაგეგმილი 1 სექტემბერს. ეს არის აქცია, რომელსაც ქვია არა ოკუპაციას. ჩვენ ასეთი აქცია არაერთი ქონდა უკვე საქართველოში, ასეთი სახელწოდებით, თუმცა ოდნავ განსხვავებულია ეს აქცია, რადგანაც რამდენადაც ვიცი, ეს ორგანიზაცია გამოეხმაურა პირველ რიგში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და როგორც თქვენ ამბობთ, ოკუპაციის დღეს. ხო? შეიძლება ასე თქვას, გააერთიანეთ. დიახ, გავაერთიანეთ. ერთიანობის დღეს. ერთიანობის დღეს. რატომ 1 სექტემბერს? ესე იგი, რატომ 1 სექტემბერს? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს და სანამ გადავიდოდე კითხვაზე პასუხზე, მინდა მიულოცო წინასწარ 28 აგვისტოს წმინდა მარიამობის დღესასწაულის სრულიად საქართველოს მოსახლეობას. რაც შეეხება რატომ 1 სექტემბერს? 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, 1 სექტემბერი გამოაცხადა საქართველოს ერთიანობის დღედ. ასევე აგვისტოს ომი დაკავშირებული იყო რუსულ აგრესიასთან. ასევე ამას დაემატა უკრაინაში მაიდნის, ასე ვთქვათ, სამწუხარო მოვლენებს, რომელიც შეიძლება ითქვას დღემდეც მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, ასევე 24 აგვისტო კი იყო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, 23 აგვისტო კიდე უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე, რადგანაც ზაფხულია და 2 და 3 ღონისძიების დაგეგმა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დროს გავაერთიანა, რომ ხალხიც იყოს და კარგად გამოჩნდეს. აქედან გამომდინარე 1 სექტემბერს, ასე ვთქვათ, იქნება ეს და თქვენ ვიცით, თორე თქვენ ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს უკრაინელ მეგობრებთან, ხო? ასევე გვექნება ჩვენ ამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩართვა, ასევე ვიდეო ხიდი გვექნება. მართალია ეს იქნება მოსწავლე ახალგაზრდების მიმდებარე სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 სექტემბერს დაიწყება 15 საათზე. ეს ავიკითხე და წერია, რომ 15 საათზე დაიწყება და ამის 20 საათამდე გრძელდება. დიახ, ანუ ასე რომ ეხა პროგრამა უნდა. დიახ, კეთილი. მანამდე სანამ ვიტყოდეთ თუ რა იქნება, ორგანიზაციამ ასევე გამოსცა 1 სექტემბერი არა ოკუპაციას, პირველი არის ნეოკუპაცია, ქართულ უკრაინული სახელწოდებით ბროშურა, ასევე ამას უტოვებთ რადიო თავისუფლებას, ასევე პროექტი, ანუ აქ არის მოკლე ქრონოლოგია მოცემული აგვისტოს ომისა და უკრაინის მაიდნისა. პროექტის ავტორები არიან რაჟდენ ლომიძე და ნიკო ნაჭყებია. შესაბამისად, რაც შეეხება გეგმას, 15 საათზე დაიწყება ჩვეულებრივ გამოფენა, 16 საათზე გამოფენა იქნება, სურათები იქნება, რომელზეც იქნება წარდგენილი აგვისტოს ომის კადრები, ასევე მაიდნის კადრები. არა, მიმდებარე ტერიტორიის გარეთ, ანუ ამაზე მერიიდანაც და შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც გვაქვს, ასე ვთქვათ, ნებართვა და შეთანხმება. ეკრანიც იქნება და ჩვეულებრივ მოლბერტებზე გამოიფინება ეს ნახატები. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე უკვე დაიწყება მოკლე ქრონოლოგია და პრეზენტაცია და ასევე თუ ასე ვთქვათ, ამინდმა შეგვიწყო ხელი, რადგან მეტეოროლოგიური პირობები ძალიან არ გწყალობს, ასე ვთქვათ, მაგაზეა დამოკიდებული შესაძლებლობის ფარგლებში შევეცდებით, რომ ასევე წარმოვდგინოთ მიმდინარე კადრები, ვიდეო კადრები, რაც ახლა ამ წუთებში ხდება მაიდანზე, ასევე საქართველოს ასე ვთქვათ, ხელწერტილში ასევე კადრები თუ იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ღმერთ მაგნას ამინდმა შეგვიწყოს. თქვენ ხედავთ პირდაპირ ანალოგიას ორ ამ მოვლენაში. დიახ, იმიტომ რომ ორივეს არის რუსეთთან დაკავშირებული, ორივესთან არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რა მნიშვნელობა აქვს იმას ერქნება 6 პუნქტიანი თუ მინსკის შეთანხმება, მაგრამ რეალურად სახეზე გვაქვს ის, რომ არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში ის არ სრულდება და ის დღესაც გრძელდება. თუნდაც საქართველოში წარამარა, ასე ვთქვათ, სასაზღვრო ზოლის გადმოწევა და მართლმხილველთები, თუნდაც უკრაინაში, დონბასში
კლასში და სულ რამოდენიმე დღის წინ მარიუპოლის დაბომბვაც, ასე ვთქვათ. თქვენს ორგანიზაციას ქვია ახალგაზრდა თაობა, მაგრამ თქვით რომ პარტნიორი ორგანიზაციებიც ვინ არის? ანუ ამ ღონისძიებას ზოგადად ვატარებთ ახალგაზრდა თაობა და ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ლაზარე, თუმცა პარტნიორები უკრაინიდან, რომლებიც ასე ვთქვათ, შემოგვიერთებიან ეს იგივე რამოდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე რამოდენიმე რეგიონის, კერძოდ ლვოვის, კიევის და დნეპროპეტროვსკის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ვიდეო ხიდის მეშვეობით ასე ვთქვათ თვალყურს ადებნებენ ამ ჩვენს გამოფენას. ანუ იქაც გაიმართება. იქ იქნება უბრალოდ ასე ვთქვათ, არა, იქ უბრალოდ დაესწრე ტელეხიდით მეშვეობით დააკვირდებიან ამ ასე ვთქვათ ღონისძიებას და ასევე ნუ შეიძლება თუ ამ ინდმა შეგვიწყო ხელი ჩართვა მოხდეს. ეს უკვე ასე ვთქვათ შეთანხმება არის რომ იყოს ჩართვა, მაგრამ ამინდი და სიტყვებით გამოსვლა იქნება. სიტყვებით გამოსვლა ასე ვთქვათ, უბრალოდ ჩვენ მიმართავთ რომ ეს არის უკვე 7 წელი აგვისტოს ომიდან და ეს უბრალოდ ეძღვნება ამ გმირების ხსოვნას და არ ვიცი რამდენად მოხერხდება, შეიძლება რომელიმე აგვისტოს ომის დაზარალებული გმირის მსრობელიც მოყვანთ ჯერ ამაზე. გავიგე. და ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა როგორც ხდება ეს ფოტო გამოფენა. დიახ, ფოტო გამოფენა არის. ეს თქვენი ფოტოები. ანუ აგვისტოს ომის ორიგინალური ფოტოები. ორი აგვისტოს ომის არის ნაწილი რაღაც ჩვენ თვითონ გადაღებული, ნაწილი რაც ინტერნეტში მოვიდა და რაც შეეხება უკრაინის, ასე ვთქვათ, მაიდნის თემას, ყველა სურათი ეს არის ჩემს და ჩემი მეგობრების მიერ ორიგინალით გადაღებული და ასე ვთქვათ აღბეჭდილი, რაც ჩვენ თვალით ნახეთ სამწუხაროდ და თქვენი ყავით მეგონი იმ დროს შესაძლოა. დიახ, შარშანაც ვიყავი და ეხლა ხანსაც რო ვიყავი, ასე ვთქვათ, დავათვალიერე მაიდანზე, ცენტრალურ მაიდანზე არის ანუ სანთლებით და ჩირაღნებით არის გამოხატული უკრაინის სახელმწიფო გერბი, სადაც აღმობეჭდილია სიტყვა ვოლია, ანუ თავისუფლება. თქვენ გაქვთ კონტაქტი ამ ადამიანებთან, თქვენ თაობის თან და როგორი განწყობები არის იქნება ამას? ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. არა, ზოგადად უკრაინაში, კიევში. რატომ უკვე ახალგაზრდები სტუდენტები? ანუ ახალგაზრდები მადლობას უხდიან ამ ჩვენს ასე ვთქვათ სოლიდარობას და ყველანაირად ასე ვთქვათ გვერდში გვიდგნენ, ასევე როგორც მე ვიცი 23 მაისს თვითონ უკრაინაში ამ ახალგაზრდებმა სიურპრიზად ჩვენთვის არც წინასწარ გაგვაფრთხილეს, აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აგვისტოს 12 აგვისტოს თუ 11 აგვისტოს ზუსტად არ მახსოვს, ასევე რაღაც ღონისძიებაც ჩაატარეს, რომელიც ეძღვნებოდა 8-12 აგვისტოს დაღუპულ გმირების ხსოვნას. და განწყობები როგორია თქო, რამდენად ოპტიმისტურია? ნაკლებად ოპტიმისტური, იმიტომ რომ უფრო მეტად პოზიტიურია ვიდრე ასე ვთქვათ ნეგატიური, იმიტომ რომ ასე ვთქვათ დღეს უკვე იქაც ყველაფერი მიდის უკვე დალაგებისკენ. ნუ კი ეს დონბასში სამწუხაროდ არის ესეთი ცხელი წერტილი მიუხედავად სიცივისა, რომელიც უკვე მალე მოგვადგება კარს, მაგრამ აინც იქ არის მოლოდინი, რომ ძალიან მალე ეს დასრულდება. ყირიმის ყირიმის ეგ ცოტა ამას კითხულობენ ხოლმე. ეს დიდი პოლიტიკოსების საქმე ასე თქვა და ამაზე ჩვენ ახალგაზრდებმა შეიძლება თქვა და ყირიმი არის დღეს შეიძლება ასე თქვა თამამად თქვას რომ აფხაზეთის ისტორიის განმეორება. ეს ალბათ ამაში ყველა დაგვეთანხმება. ისტორიკოსის, პოლიტოლოგის და ყველაც. ძალიან საინტერესოა თქვა თავად ეს ახალგაზრდები პოლიტიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არიან ჩართულები. ანუ ზოგადად თუ უბრალოდ არასამთავრობო აპოლიტიკური ორგანიზაცია, უბრალოდ ეს ხო არ აპირებენ პოლიტიკაში. არა მგონია ზოგადად ამ საკითხზე, ჯერ არავის არ მგონია, ასე ვთქვათ, საუბარი, თუმცა აღნიშნული ორივე ახალგაზრდა, რომლებიც არიან ამ პროექტის ავტორები, ნიკო ნაჭყევი და რაჟდენ ლომიძე, ასევე არიან ჩვენი ამჟამინდელი პროექტის გასული პროგრამის Erasmus-ის სომხეთში მონაწილეები, რომლებიც წარადგენენ საქართველოს ასევე სომხეთში? დიახ, 13-დან 19 სექტემბრამდე ზუსტად იქნება ტრამოფარტი არის სახელწოდება და ზუსტად 16 სექტემბერს საღამოს 10 საათზე გვექნება საქართველოს კულტურის საღამო, სადაც გეგმავთ 40 წუთიანი ქვეყნის წარდგენა. ეს რამდენად იმედია ყველაფერი წარმატებით გამოგვივა ასევე. წარდგენა რასაკეთებენ ახალგაზრდები თუ? ანუ ზოგადად იქნება ცეკვა, სიმღერა, ასევე გვექნება კულტურის წარდგენა, ღირსშესანიშნაობის და ისტორიის მოყოლა. პოლიტიკური? პოლიტიკური არა. იმიტომ რომ ეს არის გაცვლილი ახალგაზრდული პროგრამა, იქ პოლიტიკა არის ყველა ასე ვთქვათ შემთხვევაში დაბლოკილი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცეკვაც კი პოლიტიკაა. სამწუხარო დღეს კი თუ გავიხსენებთ რამოდენიმე განცხადებას. ეს ეხება მხოლოდ სომხეთს თუ აზერბაიჯანსაც? ანუ აზერბაიჯანი ჩართულია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობს ამ პროექტში, თუმცა პროექტში მონაწილეობს საქართველო, უკრაინა, ჩეხეთი, იტალია, ჰოლანდია, სომხეთი და თურქეთი. შესაბამისად, ყველა გარკვეულ დღეს წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველ დღეს 13 სექტემბერს წარადგენს უკრაინა თავის ქვეყანას. და თურქეთსაც შეუძლია წარადგინოს სომხეთში თავის. დიახ, რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივი არა, ვიზას იღებს და ჩვეულებრივი მონაწილეობს და სომხეთს თურქეთში. დიახ, რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ აზერბაიჯანი თურქეთში ვერ ატარებს და ანალოგიურად თურქეთი ასე. კარგი. და კიდევ ბოლოს მაინტერესებს თქვენი უკრაინელი მეგობრები ხომ არ ჩამოდიან? ველოდებით რამოდენიმე ნახოთ რა გამოგვივა. დაპატიჟეთ. დიახ, დაპატიჟეთ ელჩის სიტყვით გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ასევე ელჩის და ასევე თქვენს და ყველა მთელ მოსახლეობას პატიჟებით ამ გამოფენაზე ასე. ხო, უთხრათ რადიო. 1 სექტემბერს 15 საათზე გელით ყველას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ასე თქვათ. ამ გამოფენაზე, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს ერთიანობის დღეს იქნება ასეთი სახელწოდებით 1 სექტემბერი არა ოკუპაციას. კეთილი. დიდი მადლობა. უთხრათ რადიომსმენელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო დავით დონერიანი, დათო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ახალგაზრდა თაობა და კიდევ ერთხელ გავუმეოროთ, რომ 1 სექტემბერს აწყობს ეს ორგანიზაცია აქციას, გამოფენას, რომელსაც ქვია არა ოკუპაციას. ამ აქციაზე წარმოდგენილი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონოლოგია და 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის ქრონოლოგია, ხო? ასე ვთქვათ. მადლობ დათო. ამით უნდა დავასრულო ჩვენი გადაცემა. ეს არის გადაცემა თავისუფლების 1 საათი, გადაცემა რომელიც მე მიმყავს გოგი გვახარიას. ტატო ჯინჯიხაძეს მადლობა, ტატო იყო ჩვენი გადაცემის ხმის რეჟისორი, მოგვისმინეთ ყოველ სამუშაო დღეს 17 საათზე. გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.